ქუთაისში სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. სანიაღვრეების სულხან საბას, შარტავას და თაბუკაშვილის ქუჩებზე მოეწყობა. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტი თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის განხორციელებისთვის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ადმინისტრაციის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ წყლის გუბეებისა და სარდაფების დატბორვის პრობლემა 6,500-მდე ოჯახს მოეხსნება. მეორე ეტაპი სანიაღვრეების მოწყობას მაისურაძის, ხარებავას და ხუნდაძის ქუჩებზე ითვალისწინებს. არავისთვის სიახლე არ არის ის, რომ ჩვენს ქალაქში ღვარსადენების არარსებობა ყოველთვის პრობლემას ქმნიდა, დიდ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის. ერთის მხრივ არა მარტო იმიტომ, რომ გუბეები დგებოდა, შეუძლებელი იყო საცხოვრებელ სახლამდე მისვლა, ამავდროულად ძალიან ბევრი ადამიანის კორპუსები, სადარფები იტვორებოდა და გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ ეს პროექტი თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, ესე ჩაითვალა. ეს პროექტი დასრულდება პირველი ეტაპი ამ თვის ბოლომდე. სამუშაოები არის უკვე დამთავრების ეტაპზე, დავიწყეთ 2 თვის წინ და დასამთავრებელი გვაქვს წლის ბოლოსთვის 31 დეკემბერს უნდა დავამთავროთ და დავამთავრეთ 31 ნოემბერს, ერთი თვით ადრე.